ისი წავიყვანე და იქიდან განმოხდა 40 დღე გათავდა ეხლა დედა ნაცემისგან საბუთები ყველაფერი მაქვს ფსიქიატრულად დამივადეს დამიავა მყოფილში მეც ვათვე გავიდა ჩემი შვილი დაიკარგა გოგიტა აბულაძე ამის შესახებ ყველაფერი იცის აქაურმა სუგდიდის მთავრობამ კონ დაზვერვამ ვათვე გავიდა და მე დედას 70 წლის ქალს არაფერს არ მეუბნებიან ამის შესახებ თვითონ ყველაფერი იციან მე პრეზიდენტთან 5 ჯერ ვცადე მისვლა ამის შესახებ მაგრამ 5-ვე ჯერ ნაცემი შეურაცხყოფელი გამოვედი მე იქიდან თქვენი მოწლის მიზანი დღეს აქციაზე ქალბატონო წინარა მე მინდა რომ ვთხოვო აქაურ ეხლანდელ იმას ბიძინა ივანიშვილის ყველა მონაწილეს რომ რამეში დამახმარონ სიმართლის მოვლაში ამის მკვლელი სააკაშვილის კანონმა სვაბოდაზე რო გაუშვა ეს თქვენი კანონია მიხსენით ხალხო ამ გაჭირვებიდან 31 წლის ბიჭის მკვლელი და ჩასვან ციხეში ვერთები ახალ მთავრობას რომელიც დააჟილს ჩემი შვილის მკვლელ ციხეში რომელიც გვერდით დამიდგება დამიდექით ხალხო დამიდექით ქართველებო ორშაბათს 10 საათზე მიდიოდა თავის სახლში ფეხით განეშილმა მძღოლმა 170 მეტრო აცილე და როგორც ძაღლი როგორც რეზინის კუკლა ისა მიაგდო ქუჩაში დატოვა და თვითონ გაიქცა საერთოდ და იქნებ ჩემშვილს არაფერი არ სულდა იმიტომ ისეთი თვალი იყო მათი და ისეთი უდარი ქონდა ჩემშვილს ვერაცოცხლებდა ვერაფერი რატომ გამოასალმა ასეთი ერთი შვილის მამა ერთი ბავშვი მხარ დატოვებული რითი მარჩინო 2 წლის ბავშვი გაქცეულია რომ მივედი თქვია სასახლეში სადაც არის პოლიცია გამომძიებელი ასე მის აღარ არის კანონი აღარ აქვს კანონი ჩვენ ეს ახალი კანონია სააკაშვილის ვეღარ დავიჭერთ ამას საერთოდ არ იქნება დაგზალვა საერთოდ არ იქნება დასაფლავება სანამ არ დაიჭერენ მკვლელს საერთოდ მაინც 8 წლის მონატრებული ძმა იყო და ჩამოვედით აი სურათი რო გვენახა საერთოდ არ იქნება დასაფლავება როგორც ხედავთ დღევანდელი დღე მოწმობს ერთ რამეს მიუხედავად ასეთი თავსხმისა ხალხი გამოვიდა და აცხადებს პროტესტს სააკაშვილის წინააღმდეგ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალაიებმა და სააკაშვილმა თავისუფლების განცდა წაართვა სამეგრელოს ყველაზე მთავარი არის დღეს ის რომ აი ეს განცდა გვიბრუნდება ჩვენ მეგრელებს აი ეს არის ყველაზე მთავარი აქ არ არის მხოლოდ არჩევანი ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის აქ არჩევანია თავისუფლებასა და მონობას შორის ღირსებასა და უღირსობას შორის სიმართლესა და სიცრუეს შორის და ჩვენ ზუგდიდელები მეგრელები კოლხები ვირჩევთ თავისუფლებას ვირჩევთ სიმართლეს და ვირჩევთ ღირსებას სააკაშვილის და ახალაიების ამბავი დამთავრებულია